Sad verdik ya. Suko წამ. ჰეი წამ. მოდი წამ. აი გад. გურია იშვიათი გამონაკლისი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბევრგან არ მინახავს ესეთი ანთებული ხალხი, საზოგადოება, ესეთი მოტივირებული, სხვაგანაც ძალიან მაღალია ხოლმე мотивация, მაგრამ გურიაში განსაკუთრებულია ეს мотивация. ასე ხდება გურულებს განსაკუთრებით აინტერესებს პოლიტიკა და განსაკუთრებით განსწავლულები არიან ამ საკითხში და ჩვენ ამ ასე ვთქვათ, მოსამზადებელი ჯერ არ არის რაღაცა შესავალი სიტყვასავით არის საარჩევნო თემატიკაში. უზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს და ძალიან სასიამოვნოა გურულებთან შეხვედრა ამ საკითხებთან დაკავშირებით, რამდენადაც ისინი ძალიან კარგად ერკვევიან ბევრ თემაში და ძალიან სწორად იგებენ თითოეულ ნიუანსს. შეუძლია თითოეულ გურულს შემოვიდეს სიღრმეებში პოლიტიკურ ნიუანსთან დაკავშირებით, ისე რომ ერთ შეცდომას არ დაუშვებენ საოცარი ხალხი ამ მიმართულებით და ჩემი დიდი პატივისცემა მათ და შესაბამისად ძალიან კარგი შეხვედრაც იყო. ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებას როგორ შეაფასებ მან მოსამართლეების კეთილსინდისერების შემოწმებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თავად მოსამართლეები მართავენ დღეს კონფერენციას და ამბობენ რომ უმრავლესობა ეწინააღმდეგება ვეტოს. ეკრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები და არასოციალისტების წარმომადგენლები როგორი და ევროკომისიის რომ ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა. კარგით. ძალიან მოკლედ. ჩვენ იგივე სიტყვაზე ვდგავართ. რომ ეს თემა ჩვენთვის არის ჩახურული. თურმე მოიტანს რაიმე სახის არგუმენტს. რაიმე სახის მტკიცებულებას. რომ დამატებითი შემოწმება ჭირდებათ ქართულ მოსამართლეებს. მაშინ შეიძლება ჩვენ ამ თემას დაუბრუნდეთ, მაგრამ ეს თემა არის დახურული და ამის მთავარი მიზეზი ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ საქართველოში ქართული შტოების შესახებ, საქართველოს შესახებ ზოგადად და არა მხოლოდ ხელისუფლების შტოების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება თავად ამ ქვეყანაში ქართველების მიერ და ჩვენთვის არ არის არანაირად მისაღები ის დამოკიდებულება, რომ უცხო ქვეყნის, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ჩვენი მეგობარი ქვეყნების ნებისმიერი წარმომადგენლების მიუხედავად დაუშვებელია, რომ ამ ქვეყანაში შემოწმება თუ სხვა სახის გადაწყვეტილება მიიღოს რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. გამორიცხული ეს ამბავი არის დაუშვებელი, ეს არის ცუდი პრეცედენტი ზოგადად და ჩვენ ვერ მივბაზავთ იმ ქვეყნებს, რომელიც ამ დამოკიდებულებით, მაგალითად სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რამდენიმე ათეული პუნქტით ჩამოგვჭებიან და ჩვენ ამით ვართ ძალიან თამამები ჩვენ გადაწყვეტილებებში, იმიტომ რომ ნებისმიერ გამოკითხვაში, ნებისმიერ კვლევაში ჩვენი ქვეყანა სასამართლო რეფორმების თვალსაზრისით, სასამართლოს დამოუკიდებლობის გადაწყვეტილებების სიმყარის და ასე შემდეგ ნებისმიერი პარამეტრი თუ კი რაიმე შეიძლება მოვიფიქროთ ეხლა ჩვენ და სიტყვის მასალადაც კი გამოვიყენოთ თუ კი რაიმეზე ჩატარებულა რაიმე სახის კვლევა ყველა პარამეტრით საშუალო ევროპულ დონეს უთანაბრდებით და კანდიდატ ქვეყნებს შორის ვართ წამყვანი ქვეყანა ამ მიმართულებითაც. შესაბამისად ჩვენთვის არის მიუღებელი რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ნებისმიერი სტატუსის მიუხედავად შეამოწმონ ქართული მოსამართლეები. თემა არის დახურული. და რაც შეეხება რეზოლუციის ჩაგდებას ევრონესში ოპოზიციის მხრიდან როგორ შეაფასებთ? მოკლე შეფასება უნდა ამას. ეს არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატი. წარმოუდგენელია სხვანაირად შეაფასო, რომ საქართველოს შესახებ ევროინტეგრაციის გზასთან დაკავშირებით უპოზიტიურესი უამრავი ჩანაწერი იყოს და არა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, მოლდოვასთან, უკრაინასთან დაკავშირებით და ამას მხარი არ დაუჭირო. ბოლო წუთამდე კონდეს იმედი ვიღაცას შენი და ბოლო წუთზე უარი უთხრა, ეს არის შენი საკუთარი სამშობლოს, შენი ქვეყნის ინტერესების პირდაპირ ღალატი, სხვანაირად ეს ვერ შეფასდება. NGO-ების დაფინანსება რამდენად უნდა იყოს გამჭვირვალე და სწორედ მათი გადაწყვეტილების ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული. შაშანდელი ამბავი გახსოვთ. რომ შაშანდელი ამბავი ალბათ გახსოვთ, რომ ჩვენ უარი თქვით აგენტების შესახებ ამერიკული კანონის მიღებაზე. ბევრი რამ გავითვალისწინეთ. და გავითვალისწინეთ ისიც, რომ შეძლეს ჩვენმა ოპონენტებმა საზოგადოების ნაწილის მოტყუება. შესაბამისად ამისა
ჩვენ ამ თემას არ ვუბრუნდებით, მაგრამ აქ არის მთავარი მაგრამ. ჩვენ დაპირება ქონდა ჩვენი ოპონენტებისგან და NGO სექტორის წარმომადგენლებისგან, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნებოდა. ხო ლაპარაკობდნენ, რომ გამჭვირვალეა ისედაც, რომელიმე თქვენგანმა, ვინც აქ ბრძანდებით. რაიმე გამჭვირვალობის ნატამალი NGO-ს დაფინანსებასთან დაკავშირებით, იცით, აი რაიმე მონაცემი, აი ამ წუთში შეგიძლიათ რამდენიმე დღეა კვირაზე მეტია ვსვამ ამ შეკითხვას. ვინმე რამე იცით, ნებისმიერ ტელევიზიის ჟურნალისტს გეკითხებით. ნებისმიერი მიმართულებით დაინტერესებს. რამე იცით, ვიცით მხოლოდ პოზიტიური ნაწილი. ის რაც კარგ საქმეს ხوارდება, შვენივრად პიარდება ნამდვილად. გვაქვს ამის უამრავი მაგალითი. მაგალითად, როდესაც ისინი ტრენინგს ატარებენ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ფერმერებს ეხმარებიან. დიდი მადლობა ჩვენ პარტნიორებს ამისათვის, რომ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული დაფინანსებები მიდის და არ ჩამოთვლი უამრავი სფეროა ქვეყანაში, რომელსაც NGO სექტორი აფინანსებს და კარგ საქმეს ხმარდება ეს. მაგრამ უფრო დიდი ნაწილი არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და წარმოდგენა არ აქვს საქართველოს მოქალაქეს თავისი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ფინანსები და გადამხდების მიერ გადახდილი ფული საქართველოში რაში იხარჯება. ჩვენ გვაინტერესებს ამ ფინანსების გამჭვირვალება. არ გნებავთ ბატონო კანონი და დაარქვით ამერიკულს, რუსული და რაღაც ნაწილმა საზოგადოების დაგიჯერათ კიდევაც. თავად თქვენ გამოდით და დადეთ, რაში იხარჯება ეს ფული. ჩვენ ხო ნახეთ, ტაივანიდან დაფინანსება ნახეთ. რისკები არის ჩარევა სხვა ქვეყნების საქართველოს არჩევნებში დაუშვათ. და ეს მაინც და მაინც მეგობრული ქვეყნების დადებითი. ჩვენ როდესაც არაფერი ვიცით მეგობარი ქვეყნებიდან დაფინანსებაზე, უფრო არაფერი შეიძლება ვიცოდეთ სხვა ქვეყნებიდან დაფინანსებაზე, ხო? მათ შორის აღარ მინდა დავასახელო, რომელიც არ არის ვთქვათ, კეთილგანწყობილი ამ ქვეყნის მიმართ. შესაბამისად ამისა, ეს პრევენცია მოხდება მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი მეგობარი, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებას გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერი დაფინანსებას გამჭვირვალე იქნება. კანონით არ გნებავთ? თქვენ თვითონ ხო ამბობთ, რომ დაფინანსებულია NGO სექტორს მიმართ, მდიდარ NGO-ებს განსაკუთრებით, რომელიც განსაკუთრებული რადიკალიზმით ხანდახან ნაციებზე მეტი რადიკალიზმით. ყველაფერში. რასაც აკეთებს, ფული იხარჯება, თქვენ ილუზიას აკეთებთ ამას. ის რომ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული კანონის წინააღმდეგ უნდა გაილაშქროს, რაც ეს კანონი გასაჯაროვდება. ტრენინგები რომ ჩატარდა მერე თვითონ ტრენინგი ჩამტარებლები რო ამბობდნენ რომ რუსულ დეზინფორმაციაზე ვატარებდი ტრენინგსო და დამფინანსებელმა რო თქვა რომ უფლებებზე იყო და ჩვენ რომ სინამდვილეში მესამე და სწორი ვერსია ვიცით რომ იყო LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონთან დაკავშირებით წინასწარ რო გეგმავდე რაღაცეებს სიმართლე სად არის გასაჯაროვდეს დაიდოს და ჩვენ გვეცოდინება ყველაფერი და საზოგადოებას ეცოდინება რა შეჭირდება დამალვა პარლამენტის წევრებმა 2 ლარი და 3 ლარი შეცდომა რომ დაუშვეს დეკლარაციაში 1000 ლარი დააჯარიმეს უყოლა ხო ისევე ჩვენმა შექმნილმა უწყებებს და რამდენი მილიონი დოლარი გადახარჯება არ უნდა ვთქვათ ამბავია ძალიან დიდი მადლობა მადლობა